ახალციხის რაიონულ სასამართლოში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლოს ხდომა გაიმართა, სადაც ბრალმდებელმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლეს საქმეში არსებული მტკიცებულებები წარუდგინა. დღევანდელ ხდომაზე მტკიცებულებები არ წარუდგენია დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატმა პროცესზე განმარტა, გამგეობიდან ყველა დოკუმენტი პროკურატურამ წაიღო გამოსაკვლევად. ნუგზარ სამარჯიშვილმა სასამართლოზე ორი შუამდგომლობა დააყენა. ეკა ტატალაშვილის მიერ გამოძიებისათვის გადაცემული ყველა დოკუმენტის დაუშვებლად ცნობის და ბესიკ ბლიაძის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღესვე ნუგზარ სამარჯიშვილმა სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტით, სადაც წერია, რომ ბესიკ ბლიაძე ნასამართლევია. ადვოკატი ფაქტ შეურაცხყოფად მიიჩნევს და ამბობს, რომ დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმპცია. იგი რეაგირებას შემდეგ პროცესებზე აპირებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის შემდეგი სასამართლო განხილვა 20 მაის 11 საათისათვის ჩაინიშნა, სადაც მოწმეებიც დაიკითხებიან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს ბესიკ ბლიაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა გამოძიებამ მას ბრალის 341 მუხლით წაუყენა, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 26 მარტს კი სასამართლომ მას გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალციხის ყოფილ გამგებელს ასჯელის სახით ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩემს მიერ ჩაბარებულ მტკიცებულებებზე აკვეთ ღონისძიების და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პროკურატურას ფაქტიურად არაფერი არაა გაკეთებული, მართლა არაფერი არაა გაკეთებული, ერთადერთი რამეა გაკეთებული, მხოლოდ ეს ერთადერთი რამ არის წარმოდგენილია საქმეში შეურაცხმყოფელი ნასამართლობის ცნობა, სადაც საერთოდ სხვა მუხლია მითითებული. ბრალის თარიღი ემთხვევა, ამ დროს არისო იგი პასუხისგებაში მიცემულიო, ის თარიღი ემთხვევა, საერთოდ სულ სხვა მუხლია მითითებული და შემდეგ ასაოცრად წერია, რომ ნასამართლევია. მე არ ვიცი, შეიძლება ეს სამომავლოდ ტექნიკურ შეცდომას დააბრალონ, მაგრამ ეს ცნობა და ამ ცნობის მტკიცებულებაც წარმოდგენა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა. რაც შეეხება დღევანდელ ხდომას, მე უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეს ყველაფერი მალე გაირკვევა ალბათ 20 მაისისთვის.